მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო, დღეს ცოტა მოუხერხებელ პოზიციებში გიწერთ ვიდეოს. ესე იგი, ძალიან მიხარია პირველ რიგში, რომ ბიჭები მიყურებენ ძალიან ბევრი და წერენ კომენტარებს. ერთ-ერთმა ბიჭმა დაწერა ესეთი კომენტარი, რომ იმაზედაც გააკეთო, ჯერ რომ შვიდად ილაპარაკე ოლიმპიური სიმშვიდითო და ოლიმპიური სიმშვიდით როგორ ვილაპარაკო, როდესაც მე ვარ ესეთი ქოთქოთა და ძალიან ემოციური ადამიანი და აი ყოველთვის მინდა რომ ეს უნდა გადმოვცე ყველაფერი, ეგეთი ადამიანი ვარ ზოგადად, არ შემიძლია ეს რაღაც სიმშვიდე და სიწყნარეები. მერეც მეორე აუ იმედი მაქვს ნაუშნიკები მიკეთია და იმედი მაქვს რომ ისმის ახლა რასაც საუბრობ. მერეც მეორე კიდე, ნუ ეგეთი ვარ და რა გავაკეთო, თან ისეთ თემებზე ვსაუბრობ, რომ აი არ შემიძლია რომ რაღაცა ძალიან ოლიმპიური სიმშვიდით ვილაპარაკო. ესეთი კითხვა დამისვა ამ ბიჭმა. ეს ამოვატრიალო, ეხლა მე არ მინდა თავიდან ჩავწერო ეს ვიდეო. ესეთი კითხვა დამისვა ამ ბიჭმა, რომ დაწერეო, როდესაც ალბათ გააკეთეო კომენტარიო, როდესაც ქმრები ყავთო ნარკომანები და ლოთები და მაინც ჩერდებიან იმის მოლოდინში, რომ გამოსწორდებაო. აი რა კომენტარი უნდა გავაკეთო მაგაზე? კაცი ჯერ ისე არის მოსაბეზრებელი და ძლივს გასაძლები, როცა ნორმალური არის და არსოს და არ ეწევა და არ იკეთებს და ასე შემდეგ და ნარკომანი არ არის და მოთამაშე თუ არის ნარკომანი არის და არაფერს არ გიკეთებთ, ეგეთ კაცს რატო უნდა დაელოდოთ რომ გამოსწორდეს? ან რა გამოასწორებს ეგეთ კაცს, просто მე არ ვიცი. აქედან გამომდინარე, რა კომენტარს გავაკეთებდი ახლა. არავინ არ სწორდება გოგოებო, აბსოლუტურად. ნორმალური კაცები არ სწორდებიან, რაღაცა პატარას დროს თხოვრო ის გამოასწორიან, ასე მოიქეციან, ასე ნუ დაიჯღანებიან, ნუ იქნები ჯმუხი, ან იყავი უფრო მეტად ემოციური და რა გამოასწორებს ლოთ და ნარკომანს? მე არ მჯერა გამოსწორებული არც ლოთის და არც ნარკომანის, არც წამალდამოკიდებულის და არც მოთამაშეს. ასე რომ ამაზე კომენტარს გავაკეთებდი იმას, რომ არ მჯერა მე ეგეთი რაღაცა ზღაპრების არანაირად. ეხლა გოგოებო მოსული ვარ მოლში, ყველაფერი დაკეტილია, კაფეში ვზივარ, კაფე არის ჩაბნელებული, რატო? იმიტომ რომ მარხვარი და მარხვის დროს ესენი არ ჭამენ 6 საათამდე, ნუ მზის ჩასვლამდე. და ეხლა მზე ჩადის 7:30-ზე, ამიტომ ესე ვზივარ და ველოდები, როდის გაიღება რომ ყავა დავლიო, თუ მოვასწარი, თორე და სახლში უნდა გადავიდე. ვიდეოებს ხშირად ვერ გიწერთ და რატო? გოგოებო ვაგროვებ პრიკოლებს და რატო? ახალ სახლში გადავედით მე და ჩემი მეუღლე დიდ სახლში და მე და ჩემი მეუღლის პირველი ცოლი ცხოვრობთ ერთად, ოღონდ უცალსავკე სართულებზე. აი მე მაგაზე ჩაგიწერთ ყველაფერს გოგო, ცოტა ხანი დამელოდეთ რომ მოვაგროვო ინფორმაცია და მე გეტყვით ყველაფერს, ასე რომ ვისაც დაგაინტერესებთ, აუცილებლად შემომიერთდით და ჩაგიწერთ ხოლმე ახალ ინფორმაციებს. ხო ვისაც გული გაუსკდა ეხლა და თვალები გაუფართოვდა და დაახამხამებო რას ქვიაო, მეორე ცოლიო, პირველი ცოლიო, დიახ, ჩემ გვარს ყავს ორი ცოლი, ერთი პირველი, მე მეორე. ხო და ვცხოვრობთ ერთ სახლში, ეხლა გადავედით. მე იქით და ეს ქალი აქეთ. ხო და არის ერთი პრიკოლები და ასე შემდეგ და მაგებს მოვყვები მე ვისაც გაინტერესებთ გოგოებო. ესეთი ამბები არის. ძალიან მომენატრეთ სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან მიყვარხართ. ხო და აი ესე გემშვიდობებით. კოცნით გეხვევით თქვენი